Როგორ ხდება ბექობის არწივის კონსერვაცია საქართველოში? ესახება გადაშენების პირასა ბუნების კონსერვაციის საზოგადოება საბუკოს ცნობით 2016 წლისთვის 9 აქტიური ბუდე და 13 ბარტყია აღწერილი. თუმცა არსებობს შეუსწავლელი ტერიტორიები ქვეყნის მასშტაბით, სადაც შესაძლოა ბინადრობდეს ბექობის არწივი. ომარ წოწორია მუშაობდა თემაზე, დავით რე სტუმრებთან დავიწყებთ ამის შესახებ ლაპარაკს, მანამდე ვნახოთ ვიდეო. ეს მოდელი ხერვარი მაგას ოდნავ რო იქ მხარეს წავიდეთ და მიქროცადეთ. იმიტომ რომ აქეთ მხარეს მაღალი ისინი არის, ვერ ხვდებიან. წინ გავიდეთ და მარჯვნივ შევიდეთ. გაზაფხულზე ის იქნება აქტიური ხმათესვა და ისინი რა იქნება და მაგიტომ მინდა რომ ცოტა მოვიდრიდოთ ამ ტერიტორიაზე. ხო და იმ შენობები რა ადგილას არის, მანდ არ იქნება ხმათ. მაგრამ ის ტრეილერი მოვა აქ და ეხა აღარ ვიცი ის ტრეილერი თვითონ ბოძები არ არის მოსული. არწივია. აბა ფოტოაპარატი მომიცე. ფერის არწივია. ბექობის არწივი ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს იმ გარემოს დეგრადაცია, რომელშიც იგი ბინადრობს. ამ ადგილებში ისეთ ძალიან მწირი არის ხეები და ხდება ამ ხეების მოჭრა და გადაწვა ამ ხეების. ამის შემდეგ საბოლოოდ ფრინველს აღარ რჩება ადგილი, რომელზეც ააშენებს ხეს, იმიტომ რომ ბუდეს, იმიტომ რომ ამ ადგილებში აღარ არის ხეები. და შესაბამისად ამიტომაც გვიწევთ ჩვენ რომ ხელოვნურ ბოძებს ვაყენებთ, რომელზეც მომავალში ხელოვნური ბუდეების ინსტალაცია ხდება. ასევე ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს მათთვის ბრაკონიერობა, რადგანაც ადამიანები ამ ფრინველს ხოცავენ უმიზეზოდ, ასევე ხდება დიდი რაოდენობით მართვეების ამოყვანა ბუდეებიდან და საბოლოოდ მათი გაყიდვა. ეს ქარსაცავი ზოლი, რომელიც თვითონ ნიადაგს ეროზიის და სხვა ასე ვთქვათ, გადასროხებებისგან იცავს, ამ შემთხვევაში მთლიანად არის გადამწვარი. იმიტომ რომ არსებობს ესეთი არასწორი ტრადიცია და მიმართულება აქ გავრცელებული დედოფლის წყაროს რაიონში, როცა მოსავალს იღებენ, გონიათ რომ თუ ცეცხლს დაუკიდებენ, მიწა უფრო ნაყოფიერი გახდება. სინამდვილეში არც ნაყოფიერი არ ხდება და ის არსებული ქარსაცავი ზოლიც აი ესე იწვება და კი ვხედავთ როგორ არის გადამწვარი აქაურობა და შესაბამისად არც ფრინველს აღარ აქვს საბუდარი ადგილი და არც ნიადაგი აღარ არის დაცული ამ გამოფიტვისგან, ეროზიისგან და სხვა. იმის იმედი გვაქვს, რომ საქართველოში კონსერვაციული ღონისძიებები უფრო და უფრო გაძლიერდება, მაგრამ აი ზოგადად კონსერვაციული პროექტების პოპულარიზაცია, ის რომ საზოგადოებამ დაინახოს ცხოველების და ფრინველების საჭიროება მათ გარშემო, ის რომ ქართულმა საზოგადოებამ გაიგოს იმ მრავალფეროვნების შესახებ, რომელსაც ჩვენს ტერიტორიებზე ვფლობთ და ვიცი, იმედი გვაქვს, რომ ასე ვთქვათ, ქოლგა პროექტი იქნება სხვა პატარა პროექტებისთვის თუ დიდი პროექტებისთვის მომავალში. ბექობის არწივის ამბავზე ლაპარაკს ახლა სტუმრებთან ერთად განვაგრძობთ სტუდიაში ნათია ჯავახიშვილი, ალექსანდრე რუხაია, მადლობა რომ მოხვედით, მოგესალმებით. 9 აქტიური ბუდე და 13 ბარტყი, ძალიან დაბალი მაჩვენებელია, ხო? და ამის გამო არის ბექობის არწივი წითელ ნუსხაში შეტანილი. რა არის მიზეზი, რომ მისი პოპულაცია ამდენად შემცირდა? ძალიან ბევრი მიზეზი არის ზოგადად ფრინველების შემცირების. ფრინველთა პოპულაციების შემცირება საქართველოსთვის დამახასიათებელი არ არის, რა თქმა უნდა და ეს უკვე საკმაოდ გავრცელებული ტრენდი არის ბევრი სხვა ქვეყნისთვის და ძალიან დიდი პრობლემა არის. ჩვენთან საქართველოში ახლა ზოგადად რომ ვთქვათ, რაც ჩვენ გამოვიკვლიეთ, ერთ-ერთი მთავარი არის ის, რომ არ არის საკმარისი საბუდარი ადგილები. ანუ ის ტერიტორია, სადაც ბექობის არწივი ისტორიულად ბუდობდა, იქნება ეს შირაქის ველები, იქნება ეს ივრის ჭალები, ზოგადად უფრო დედოფლის წყაროს მიმდებარე ტერიტორია თუ აქეთ სამხრეთისკენ რუსთავის ტერიტორია,
იმდენად დეგრადირებული არის, რომ ჩვენ ვეღარ ვხედავთ იმ ხეებს, შესაბამისი სიმაღლის, შესაბამისი ასაკის, სადაც ბექობის არწივი ბუდას გაიკეთებდა. ეს არის ერთ-ერთი, ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი მიზეზი. საერთოდ ძალიან რთულია კონსერვაციაში იმის თქმა, რა მაინც და მაინც რამ გამოიწვია შემცირება. მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაფერი ცოტა ექსპერიმენტული მიმართულება არის, დაშვებებით მიმდინარეობს და ერთ-ერთ დაშვებას და საკმაოდ არგუმენტირებულია ეს დაშვება, წარმოადგენს ის, რომ საბუდარი ადგილი არ არის. შეიძლება არის ეჭვები, რომ ეს უკავშირდება ასევე ნიადაგში ძალიან დიდი დოზით გავრცელებულ სხვადასხვა პესტიციდებს, სასუქებს, იმას, რასაც მოსახლეობა იყენებს. ჩვენთან თუ გახსოვთ და არა მარტო ჩვენთან, ძალიან ბევრ ქვეყანაში თავის დროზე DDT როგორც ასეთი საკმაოდ ისე ფართოდ იყო გავრცელებული. DDT რას ნიშნავს? DDT ეს არის ერთ-ერთი ქიმიკატი, რომელიც გამოიყენებოდა სოფლის მეურნეობაში და ჰქონდა ამას ძალიან ცუდი ზეგავლენა არა მარტო ფრინველზე, არამედ ადამიანზეც და ძალიან ბევრ ცოცხალ ორგანიზმზე ზოგადად. მისი გადასვლა პირველ რიგში ხდება წყალში. და ამიტომ იყო რომ საქართველოში ჩვენ თითქმის დავკარგეთ ფსოვით, რომელიც არის ცეცხლ და არწივი. საბედნიეროდ ფსოვი ახლა უკან ბრუნდება და ზოგადად მსოფლიოში აღდგა ფსოვი. ერთი პერიოდი თითქმის დაკარგული იყო მსოფლიო მასშტაბით. შეიძლება აი ესეთი მომწამლავი ნივთიერებების განაცხადება, იმიტომ რომ კვებით ჯაჭვში თუ მოხვდა რაიმე მომწამლავი, კვებით ჯაჭვიდან შემდეგ ადულად გადადის ესე ზედა საფეხურის მტაცებლებზე ყველანაირი შხამი და მომწამლავი ნივთიერება. ვიდრე ვილაპარაკებთ იმაზე, საბუკო როგორ მუშაობს და რა კონკრეტული პროექტები აქვს ამ სახეობის გადასარჩენად, როცა ამ თემაზე მუშაობდით, ომარ წოწორია მითხრა ის რაღაცა, რომ ბექობის არწივი არის ძალიან მორცხვი და ცოტა ზარმაცი, იმიტომ რომ სხვენია ადამიანების და მაინც და მაინც თავს არ იწუხებს, რომ ბუდე ააშენოს. ანუ მისი ეს ხასიათის თვისება მოქმედებს იმაზე, რომ თავს არ იწუხებს ბუდის ასაშენებლად. ნუ ახლა არწივი არ და მოდი მაინც და მაინც სიზარმაცეს და ქათმობას. ნუ დავაკნინებთ, ხო, ერთ-ერთი უზარმაზარი არწივი არის ევროპის მასშტაბით საკმაოდ დიდი ზომის არის და საკმაოდ ესეთი ძალიან დიდი ფრთაშლილი აქვს და ასე შემდეგ. მაგრამ ისევე როგორც ალბათ სხვა ფრინველებს, ალბათ ბექობის არწივს კიდევ უფრო მეტი მგრძნობიარობა აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ამას ბუდი აქვს და ქვემოთ მეცხვარეები დადიან და ქვემოთ დიდი მოძრაობა არის და შესაბამისად ერიდება, ფრთხება, თუ მან 2 წელი, 3 წელი ზედი იგივე გამოიარა, ანუ იგივე განმეორდა. შესაძლოა რომ მან საერთოდ აღარ დაიბუდოს მე-4 წელს, ანუ ძალიან დიდი სიფრთხილით არჩევენ ადგილებს. მაგრამ არის ახლა მეორე ვარიანტიც, რომ შეიძლება ადაპტაცია განიცადოს. ანუ ადაპტაცია, რადგან ტრადიციული ფრინველია და ძირითადად მონოგამები არიან, ანუ ისინი წყვილი მთელი ცხოვრება ხო ცდილობს, რომ ერთად იყვნენ და ძალიან კარგი სიყვარულის ისტორია აქვს. და ამასთანავე ცდილობენ, რომ იმ ტერიტორიას დაუბრუნდნენ, სადაც წინა წელს ბუდობდნენ. ანუ მიდიან ისევ თავიანთ ძველ ბუდეზე. შეიძლება ეს ამან ერთი მხრივ ადაპტაცია განიცადოს და შეეგუოს იმ გარე ფაქტორებს, შემოწუხებელ ფაქტორებს, მაგრამ მეორეს მხრივ თუ იცით რა ფრინველებს და ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს ცხოველებში ეს გადარჩენის ინსტინქტი აქვს და უნდათ რომ თავიანთი შთამომავლობა დატოვեն და თუ რამდენიმე წელი გრძელდება ის რომ მისი ბუდიდან მეცხვარეებს ბარტყები ამოჰყავთ, ან მოსახლეობას ბარტყები ამოჰყავს და ის აანალიზებს რომ რეპროდუქცია მისთვის იმ წელს იყო წარუმატებელი, თავისთავად აღარ დაბრუნდება ამ ბუდეზე და ეს ძალიან ალექსანდრე, ბრაკონიერობის როლი როგორია ამ სახეობის განადგურებაში? დიდი ხანი არ არის, რაც ეს პროექტი დაიწყო. ჩვენ 2013 წელს დავიწყეთ კვლევები. 2014 წელს ნათიას ხელმძღვანელობით პირველი პილოტური პროექტი ჩატარდა კახეთის რეგიონში ამ სახეობაზე. 2015-ში და ეს მიმდინარე წელი ნათია უკვე ახორციელებს ამ ფართო მასშტაბიან პროექტს, ეს არის 3 წლიანი დიდი პროექტი. მართალი გითხრათ, იყო რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც ჩვენ შევესწარეთ უშუალოდ უკანონო ნადირობის ფაქტებს იმ ტერიტორიაზე, სადაც გავრცელებულია ბექობის არწივი. მართალი გითხრათ, მე არ მახსოვს ფაქტი, სადაც თქვათ ბექობის არწივი უფრო მიგრაციის დროს შეიძლება მოწყობილ არის მიგრაციის დროს ბათუმში. მაგრამ კი ნადირობის ძალიან დიდი პრობლემა არის ალბათ იქ. ნადირობის ძალიან დიდი პრობლემა არა მარტო კახეთის ტერიტორიაზე, ზოგადად მთელი საქართველოს მასშტაბით, იქ სადაც ფრინველები ყველაზე უფრო მეტად იჩენენ თავს, ანუ ეს არის ძირითადად სამიგრაციო დერეფნები, სამიგრაციო კორიდორებს გულისხმობთ. მცირე მყივანო არწივის. ეს ხედავთ ახლა ვიდეოში.
ანუ ეს პრობლემა არის ფართოდ გავრცელებული. რას ვაკეთებთ ამ კუთხით და პრევენციის კუთხით ზოგადად? ეს უკვე სხვა საკითხია. თქვათ ბათუმის სამიგრაციო დერეფანი რო ავიღოთ, მაგალითად, მან მუშაობთ ჩვენ 2008 წლიდან და იმისათვის, რომ რაღაც გარკვეულ შედეგებზე მივსულიყავით, დაგვჭირდა ეს, თქვათ, 10 წლიანი ძალიან დიდი მოსამზადებელი სამუშაო, ხო? არა მარტო მოსამზადებელი, თქვათ, იქ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რის გატარებას და აქტიურად განხორციელებას დაგვჭირდა. ეს არის პირველ რიგში განათლების კომპონენტი, ბავშვებთან, ეს არის თვითონ მონადირეებთან და ბაზიერებთან აქტიური მუშაობა. ეს არის ჩართულობის კომპონენტის გაღვივება, ეს არის ცნობიერების ამაღლების კომპონენტი და ყველაზე ერთ-ერთი გამორჩეული კომპონენტი ეს არის ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, რამაც ძალიან კარგად იმუშავა და კარგად დაიმკვიდრა თავი ბათუმში. ანუ რას ნიშნავს ეკოტურიზმი? თვითონ ფრინველები, bird watching ტურიზმი, როგორც ასეთი, ეს არის ეკოტურიზმის ფრინველებზე დაკვირვება. აი bird watching ტურიზმმა ძალიან კარგად იჩინა თავი, ანუ ძალიან კარგად იმუშავა აჭარაში, რატომ? იმიტომ რომ თვითონ ბათუმი არის მსოფლიოში მეორე ადგილზე დგას მიგრაციის სიდიდით. დაახლოებით 1,200,000 მტაცებელი ფრინველი გადაიფრენს მიგრაციის პერიოდში ამ ვიწრო ძაბრს. და ამის დანახვა შეიძლება შეუიარაღებელი თვალითაც კი. თუ კი გაქვთ თქვათ რაღაც შესაბამისი აღჭურვილობა, მაშინ ხილვადობა გაცილებით უკეთესია, მაგრამ სწორედ ეს ფენომენი იზიდავს ამ უცხოელ დამკვირვებლებს, თქვათ, გარემოს დამცველებს, ბუნებად მოყვარულებს, რომ აქ ჩამოვიდნენ და ყოველი გაღებული ევროცენტი თუ რაცა უნდა იყოს, არის პირდაპირი ინვესტიცია კონსერვაციისათვის. ანუ იმის ნაცვლად, რომ თქვათ, ჩვენ პოპულარიზაცია გაუწიოთ ფეშენებელურ სასტუმროებს და სტუმრები დავაბინაოთ, თქვათ, სხვადასხვა სასტუმროებში ქალაქის ტერიტორიაზე, ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ადგილობრივი გესტჰაუსები, სოფლად არსებული გესტჰაუსები და ხელი შეუწყოთ ეკონომიკურ ზრდას ადგილობრივ სოფლებში. თან ტურისტი იქაურ ეკოსისტემასთან უფრო ახლოს იქნება. დიახ, ტურისტი იქაურ ადგილობრივ ეკოსისტემასთან არის ახლოს. ის გრძნობს მის წვლილს, გაწეულს კონსერვაციისათვის. ამავდროულად ის ადგილობრივი მოსახლეობა და შეიძლება თქვათ ყოველ მეორე ან მესამე ოჯახში ერთი ან რამდენიმე მონადირე იყოს ბრაკონიერს გულისხმობ, ისიც კი ხვდება თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის გადაფრენის ფენომენი, თქვათ ის ფრინველი, რომელზეც მას უკვე თვალი შეეჩვია და ის ვერ გზნობს ამ ვერ ხედავს თუ რამდენად ფასეულია ისიც კი ხვდება და აცნობიერებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია აი ეს ეკოტურიზმის კომპონენტი, ისევ და ისევ მისი ოჯახის განვითარებისათვის, თავის განვითარებისათვის, ზოგადად სოფლის განვითარებისათვის. ჩვენ დაუბრუნდებით აუცილებლად ბრაკონიერობის საკითხს, როგორ შეიძლება რომ ეს პრობლემა მოგვარდეს, რომელიც სოფლიოსთვის არის პრობლემა და არა მხოლოდ საქართველოსთვის. ნათია, როგორ მუშაობს ეს კონკრეტული პროექტი? როგორ დაითვალეთ, რომ 9 ბუდე და 13 ბარტყია და კიდე ძალიან საინტერესო რაღაც პასაჟი წავაწყდი თქვენს კვლევაში, რომ ყოველწლიურად მეორდება ბექობის არწივის ბუდეების გაქურდვის ფაქტები. გაქურდვის ფაქტში იგულისხმება ის, რომ ადამიანი იპარავს ან ბარტყებს ან კვერცხებს ამას. ასეთი საინტერესო და ირონიული შეხვედრა რა სულ ვიხსენებთ ხოლმე ობას კიდე ბევრი წელს. ნუ საერთო უკვე გვეცინება ამაზე, მაგრამ მაშინ ნამდვილად არ იყო სასაცილო დავაყენეთ ბექობის არწივზე GPS გადამცემები, ეს გულისხმობს იმას, რომ ყოველ წუთას გვაქვს ინფორმაცია იმაზე, თუ სად არიან ჩვენი ბარტყები. ნუ ეხლა GPS გადამცემების დაყენება ზოგადად კონსერვაციული მიმართულებით ძალიან თანამედროვე მიდგომა არის და ძალიან ბევრ ამაში გეხმარება. ნუ სიკვდილიანობას რა იწვევს იმის გაგებაში გეხმარება, სად არის უფრო მეტი საკვები მაგის გაგებაში, სად შეიძლება პოტენციური საბუდარი ადგილი იყოს და ანუ ამ ადგილს დაცვა სჭირდება და ახალი გეგმა მიდის კონსერვაციული, მოკლედ GPS თაგები ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება არის კონსერვაციაში. და ეს დავაყენეთ ეს GPS თაგები და მეორე ოღონდ იმდენად დიდხანს გაგრძელდა ერთ-ერთი ბუდიდან, სადაც 3 ბარტყი იყო. ალბათ საღამოს 4 საათიდან ღამის 3 საათამდე GPS თაგებს
ვაყენებთ, იმიტომ რომ უკვე გაზრდილები იყვნენ. ხა ესენი რომ ამოცვდნენ ამ ბუდიდან მე გავეკიდეთ რომ დაგვეჭერენ და რომ ვერ დაფრინავენ, ანუ ის მომენტია სანამ ფრენას დაიწყებენ, აი ფრენასა და სიარულს შორის. ხო და ეს უზარმაზარი ბარტყი ხა ბარტყს რომ აბა ესეთი არ არის, აი დაახლოებით ესეთი ზომის არის, ყველა დაგცინო და ბარტყი და ხელა რო. ხო და ხამის 3-4 საათი იყო, სადღაც უკვე ბოლოს რო დავედეთ და დავინახეთ რომ მანქანა გაჩერდა, რუსთავის მახლობლად იყო ეს ყველაფერი, ფარები ჩააქრო და ნუ გაჩერდა და ფარები ჩააქრო და აი მან კი ვიეჭვეთ რომ ხა რაღაცა ალბათ დაინტერესდა შუაღამისას რა ხდება, ხო? მე აღარ მივაქციეთ ყურადღება და მეორე დღეს ქონდა ჩვენი ვორქშოპში ხოთ რა კიდევ უცხოელი ექსპერტები გარემოსდაცვის სამინისტროს თანამშრომლები და ბოლოს თქვით რომ აი ჩვენი ბექობის არწივები ესე GPS თაგები აქვს დადებული და ეხა უკვე ვიცით რომელი სად არის და ასე შემდეგ გავხსენით ეს Google Earth-ის ფაილი იხსნება და იქ გიდებს ყველა კოორდინატს რა სად არის და ეს ერთ-ერთი ბარტყი ნამდვილად აღარ იყო ველზე და რაღაც რომ მოახლოვებ და გაადიდებ ამას აშკარად ვიღაცის სახლშია. რა ხდება, რა ვეღარ გავიგეთ, ნუ შეცდომას ხო არ გვაძლევს, გადავამოწმეთ რამდენჯერმე და მე ეგრევე გავედით ველზე და ეგრევე ვიღაცის სახლში მივაკენით. ნუ აღმოჩნდა ის კაცი რომელმაც წინაღამეს დაინახა რომ ჩვენ რაღაცას ვაკეთებდით და ჩათვალა რომ აი ამ არწივებს რაღაცას თუ უკეთებენ ესე იგი შეიძლება რაღაც ალბათ გამორჩა რაღაცას ან რაღაც მნიშვნელოვანი იყოს. კანონმდებლობა ხო არსებობს ამ მიმართულებით თითო ნუსხაში შესულ სახეობებს იცავს ხო? ასეთ შემთხვევაში აი თქვენ თქვა დაუკავშირდით პოლიციას ამ მიმართეთ ანუ რა ხდება იმის მერე როცა კანონმდებლობას ჩვენ ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობთ ზოგადად გარემოსა და მხედველობის სამსახურთან არ მიგვაჩნია ის პოზიცია სწორი რომ რაღაც დანაშაულს წავაწყდეთ და არ შევატყობინოთ ზედამხედველობის სამსახურს და მე ვთქვათ რომ პრობლემა არ წყდება პირიქით ყოველთვის ვატყობინებთ კი მოვიდა ზედამხედველობის სამსახური უბრალოდ იმ მომენტში ჩვენ უფრო მალე მივასწარით იმიტომ რომ უფრო მალე გავიგეთ ხსანამ მათ გაარკვეს სად იყო და რაღაც უფრო მეტი დრო წაიღო თუმცა ისინიც მოვიდნენ აქტი შედგა ჩვეულებრივ იყო რა თქმა უნდა იმის ვარიანტი რომ და იმის ვერსია რომ ეს კაცი რომელმაც წაიყვანა ბექობის არწივი თავის სახლში დაეჯარიმებინათ მაგრამ ну ჩვენ ჩავიბარეთ და პასუხისმგებლობა ავიღეთ და ზედამხედველობის სამსახურს ვუთხარით რომ ნუ ნორმალურად იყო ყველაფერი და აღარ იყო მეტ ქართულება საჭირო ნუ როცა ისინი მოვიდნენ უკვე ბარტყი ჩვენ ყავდა და მათ ნაკლებად ქონდათ უკვე იმის უფლება რომ დავეჯარიმებინათ ყოველ შემთხვევაში კანონმდებლობა იცით რა როგორ არ არსებობს ყველაფერი არსებობს. ერთი არსებობს, მეორეა თუ მუშაობს რეალურად პრაქტიკაში. მეორე თემა უკვე. ყველაფერი არსებობს, ხა როცა გვინდა ყველაფერი არსებობს, მაგრამ აი ძალიან ბევრისგან გამიგეო მაიმარკეტზე რო შეხვდეთ, ნახავთ ბუ იყიდება, კაკაჩა იყიდება, არწივი იყიდება. სოფლებში მაინც და მაინც ძალიან მოსწონთ ეს სახლში. ბავშვი ერთობა და რატო არა და აი ვიღაცა დაიჭერს და ჩემ ბიძაშვილს წაუყანე პატარა ბავშვები ყავს და გაერთობენ. ოღონდ ძალიან ძვირია, ხა არწივი ჭამს, ჩვენ გაგვაკოტრა ველის არწივი ყავდა, მკურნალობდით და იმდენი ხორცი. დაახლოებით 800 გრამი ხორცი ჭირდება დღის განმავლობაში. ხო და ხა წარმოიდგინეთ გაგვაკოტრა ჩვეულებრივ და მე ნუ კიდე კაი გამოჯარცელ და გავუშვით და ეხა ესენიც საბოლოოდ ათხოვენ იმას რომ ვეღარ ის იზრდება ძალიან სწრაფად ვეღარ აღარ შეუძლიათ მისი გამოყვება და მე რაც აკეთებენ არის რომ იყავთ ზოოპარკში და ზოოპარკში მიყვანილი ფრინველი ხშირად არის ფრთა აქვს დაზიანებული კუდი აქვს დაზიანებული ეხა იყო მაგალითად ერთ-ერთი რომელიც ბოლოს გავუშვით ბალანსს ვერ იჭერს ნუ ამცირებ ეხა ხან ამ მიზეზით ხან იმ მიზეზით ისედაც 9 წყვილი არის რაც წინა წელს დაითვალა და ეს 9 წყვილი ცხა უფრო და ვახსენეთ ბრაკონიერობა კანონმდებლობას რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს და რამდენად ქმედითია ხო თქვათ ის მექანიზმები დაცვის რომელიც შეიქმნა იმისთვის რომ ეს იშვიათი სახეობები დაიცვას ხო მათ შორის თქვათ იგივე ფოტომახეები რომელიც სხვადასხვა ადგილას არის ხო გარდა იმისა რომ ცხოველებს აკვირდებიან გარემოს დამცველები თან შეიძლება და ბრაკონიერების დააფიქსიროს ხო როგორ მუშაობს ეს მოდით ზოგადად დავიწყებ კანონმდებლობას შევეხები პირველ რიგში კანონმდებლობა მოდით შევთანხმდეთ იმაზე რომ იდეალური ამ კუთხით არასოდეს არ ყოფილა საქართველოში იყო რაღაც ფუნდოვანი ზედაპირული და მე მგონი სწორედ ამის გამო გარემოს დაცვის სამინისტრო გამოვიდა ინიციატივით რომ შემოიღო თქვა ახალი კანონმდებლობა ანუ გადაემუშავებინა ყველაფერი და ცელი
კანონ პროექტი შემოსულიყო და ამ წუთას მუშაობს ასეთ კანონ პროექტზე, ეს არის განხილვის პერიოდში ჯერჯერობით, მაგრამ საქმე იმაში კი არ არის თუ როგორი კანონი გექნება შენ. რა თქმა უნდა, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება თუ როგორ განხორციელდება ამ კანონის დელეგირება. ანუ ვინ აიღებს პასუხისმგებლობას კანონის განხორციელებაზე, ამ კანონის შესრულებაზე. ჩვენ რამდენადაც არ უნდა იდეალური კანონი გქონდეს, ამ წუთას არ გაგვაჩნია საკმარისი რესურსები იმისათვის, რომ ეს კანონი სრულად ავამუშაოთ. ანუ კონტროლს ვინ გაუწევს ამ შემთხვევაში? იმ პირობებში ვთქვათ, როდესაც აი მარტივ მაგალითს გეტყვით. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, რომელიც ასრულებს აი პირდაპირ ვთქვათ, გარემოს დაცვითი პოლიციის ფუნქციას. ამ ადამიანებს არ გააჩნიათ უფლება, არ აქვთ უფლება ატარონ იარაღი, ცეცხლსასროლი იარაღი. ეს ადამიანები დღითი დღე რისკის ქვეშ აგდებენ საკუთარ თავს, გადიან ველზე, ესაუბრებიან და აჯარიმებენ, აკავებენ, ვთქვათ, ბრაკონიერებს ისეთ პირობებში, აი, ხელცარიელი. გაგიგიათ სადმე ესეთი რაღაც ხდებოდეს. ანუ და თვითონ ეს ადამიანები გარემოს დაცვითი ზედამხედველობის ოფიცრები არიან ძალიან ცოტა. ანუ შეიძლება აჭარის რეგიონში იყოს ციცე ჩამოსათვლელი მობილური ჯგუფი, რომელსაც ეხება ხულო, ქედა, შუახევი, თქვათ, შემოგარენი ქალაქის, თქვათ, ქობულეთის ტერიტორია, იგივე სიტუაცია კახეთშიც, იგივე სიტუაცია დანარჩენ რეგიონებშიც. ანუ თვითონ რესურსი არის ძალიან მიზერული. კანონი არის ძალიან ვრცელი, ახლა ახალი კანონ პროექტი რაც მუშავდება, ჩვენაც თვალს ვადევნებთ ამ პროცესებს, იმიტომ რომ პირდაპირ კავშირშია საქმიანობასთან, რასაც ჩვენ ვახორციელებთ და გვაინტერესებს როგორ მიმდინარეობს პროცესი და ჩვენი შენიშვნებიც გვაქვს ამასთან დაკავშირებით. ამიტომ ყველაზე უფრო დიდი ყურადღება უნდა გამახვილდეს თავისთავად თვითონ კანონის დოკუმენტზე, მაგრამ სამომავლოდ იმაზე თუ როგორ განხორციელდება ეს კანონი და როგორ დაიმკვიდრებს ზოგადად საზოგადოებაში თავს და როგორ მოხდება მისი კონტროლი და თქვა გავრცელება. გასაგებია. ნათია, თქვენ თქვით, რომ არის შემთხვევები, როდესაც პირდაპირ ზოოპარკში მიყავთ სხვადასხვა სახეობები და ჩვენც ხშირად გაგვიგია იგივე ტელევიზიით თუ სოციალური მედიით, რომ კი, ნამდვილად ასეა, ძუძუმწოვრებით ფრინველები მიყავთ ხოლმე ზოოპარკში. თქვათ სახლი მაქვს კახეთში და ჩემს ეზოში ჩამოხდა ესე სიარულსა და ფრენას შორის გაჭედილი დიდი ბარტყი. როგორ უნდა მოვიქცე, რა უნდა გავაკეთო, ის უნდა მივმართო ასეთ შემთხვევაში? კარგი კითხვა, ხო? ხო, კარგი კითხვა. ერთი რაც ხდება ხოლმე ხა ბექობის არწივს არ ეხება, მაგრამ პატარა ფრინველებს ეხება შაშვებს. ძირითადად, რომ გადმოცვივდებიან ხოლმე თავის ბუდიდან, მაგრამ ისინი როცა თავის ბუდიდან გადმოცვივდებიან, ეს არ არის პრობლემა, მას დედა მაინც დაეხმარება, რომ ავიდეს ჩაძვრეს თავის ბუდეში და ეს არ არის მოკლედ არანაირი პრობლემა. ამ დროს ძალიან ბევრს ესე გულანთებულ დამცველს უნდა ხოლმე, რომ ეგრევე აიყვანენ ამ პატარა ბარტყებს, მიესუნთულებენ სახლში და მე კითხულობენ როგორ მოუაროთ და ერთადერთი შევაირო დააბრუნე უკან საძანად აიყვანენ, იმიტომ რომ იმას დედა დააბრუნებს. ნუ ეხა ესეთი რაღაცა რომ ბექობის არწივი თქვენ სეზონში აღმოჩნდეს ძალიან მინიმუმამდე არის ჰიპოთეტიური დაშვება რა გავაკეთოთ. მე ესმის რომ ბექობის არწივები ამდენი არ არის, რომ არიქაეზოებში ჩამოწევი. არა, ის ისეთ ადგილას ბუდობს ზოგადად იქით კილომეტრების და ათასობით კილომეტრის დაშორებით სახლები არ არის. შესაბამისად ის ვერ ჩავარდება. მეორეც მას ესეთი ძალიან მკაცრი და კარგი დაცვა ყავს მშობლების სახით და ძალიან ძლიერი, რომლებიც ძალიან იშვიათად ტოვებენ. მათ ძირითადად სანამ ბოლომდე ასე ვთქვათ ზრდასრულობას როგორ აი დამოუკიდებლობას არ მიაღწევენ ბარტყები, მანამდე მშობლები მათ არ ტოვებენ. ძალიან მცირე დროით ტოვებენ ხოლმე ბოლოს უკვე იმისთვის რომ საკვები მოუტანონ, იმიტომ რომ რაც უფრო იზრდება, უფრო მეტი საკვები უნდა. მაგრამ როგორც კი მას ფრენა შეუძლია და საკვების შემოპოვება, მე ვისო უშვებენ, ან მე თვითონ აღარ იბრუნებენ. კარგით, იმ სახეობებზე რომ ვილაპარაკოთ, რომელიც შეიძლება რომ აღმოჩნდეს ჩემზოში. მაგ შემთხვევაში, ანუ თქვა გარემოს დაცვის სამინისტროს აქვს სპეციალური სამსახური, ვისაც ჩვენ გვაქვს ეს დიდია ინიციატივა და ძალიან გვინდა და ვეძებთ ახლა ვმუშაობთ ამაზე, რომ საქართველოს შევქმნათ ფრინველთა რეაბილიტაციის ცენტრი. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფრინველი იჭრება და მაგრამ ძალიან ძვირი სიამოვნება 24 საათიანი, რეალურად 24 საათიანი ცენტრი უნდა იყოს, იმიტომ რომ ხამეც ხომ მოვლა უნდათ, მაგრამ
და შეიძლება ღამე მოგიყვანონ და ასე შემდეგ. მაგრამ ამ დროისთვის ერთადერთი უწყება, სადაც კიდევ დახმარებას აღმოგიჩენა, რა თქმა უნდა, ეს ზოოპარკი. ეს არ არის ცუდი, ზოოპარკში უვლიან ესეთ ფრინველებს და უშვებენ, იმიტომ რომ ზოოპარკში არ არის ყველა ფრინველის ადგილი. ეს ფუნქცია რეაბილიტაციის ცენტრის ამ შემთხვევაში ზოოპარკს აქვს შეთავსებული ძალიან ისეთი მართლა აქედანაც მადლობა მინდა გადაუხადოთ ჩემმა მეგობარ დაჩისეკივე, რომელიც დასაწყისში საუბრობდა, იმიტომ რომ აბსოლუტურად აი თვითონაც თავისი ინიციატივით მზად არის რომ კიდე მოუაროს და დაეხმაროს ამ ფრინველებს. კიდე ერთი შეკითხვაც, ზოგადად ბიომრავალფეროვნებაზე რომ ვილაპარაკოთ, რატომ არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, რომ ეს რაღაცა ბიოლოგიური ბაზა, რაც ქვეყანაშია, იყოს მრავალფეროვანი და ის სახეობები დავიცვათ, რომელიც თითქმის განადგურების პირას არის, თუნდაც გადამფრენი ფრინველები, ხო? რატომ არის მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ზოგადად ეს არის ჩვენი სიმდიდრე და ჩვენი განცი. საქართველოს გეოგრაფიულად, მოდით ვთქვათ ესე, რომ ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, იმიტომ რომ გეოგრაფიულად საქართველოს მდებარეობს ძალიან უნიკალურ ადგილას. ჩვენი ბიომრავალფეროვნება არის ძალიან მდიდარი. ჩვენთან არის უამრავი სხვადასხვა სახეობის საინტერესო ფრინველები, ცხოველები და ასე შემდეგ. რატომ უნდა დავიცვათ ეს და რატომ უნდა გადავარჩინოთ? იმიტომ რომ ეს არ არის მარტო ჩვენი საკუთრება, ეს მომდევნო და მომავალი თაობების საკუთრებაც არის და თუ კი რაღაც სავალალო ქმედებას ჩავიდენთ დღეს, იმას მოიმკის ჩვენი შვილები, ჩვენი შვილიშვილები, ზოგადად მომავალი თაობები მოიმკიან ამას და ჩვენ ამას უნდა გაუფრთხილდეთ. აი ყოველთვის აი როდესაც საუბრობთ თქვათ ისეთ თემებზე როგორიც არის კონსერვაციული წინსვლა, ან თქვათ რაღაც ინფრასტრუქტურული პროექტები და ქვეყნის განვითარება ასე შემდეგ, ყოველთვის მაგალითად მოვყავს განვითარებული ქვეყნები და ეს ხშირ შემთხვევაში არის ევროპა და ევროპის ქვეყნები. ევროპაში თავის დროზე ეს ვერ მოახერხეს. არის ძალიან ბევრი მაგალითი, ამას თვითონ უცხოელებიც გეტყვიან. ეს თავის დროზე ევროპაშიც ვერ მოახერხეს. ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს. გაანადგურეს საკუთარი ტყეები, ბიომრავალფეროვნება. ჩადით ჰოლანდიაში. ნახავთ რაიმე საინტერესოს. ის ხელოვნურად არის შექმნილი. გერმანიაშიც იგივე სიტუაცია. რიგ განვითარებულ ქვეყნებში აი ესეთი სურათი დახვდებათ. საქართველოში ჩვენ გვაქვს შანსი არ დავუშვათ შეცდომა და არ ვისწავლოთ საკუთარ შეცდომაზე, მაგრამ გავითვალისწინოთ სხვისი შეცდომები და არ გავაკეთოთ იგივე ჩვენთან, მაგრამ შევინარჩუნოთ ის. თავისთავად ეს უნდა იყოს ველური, ის რაც ველურია, უნდა დარჩეს ველური. არავითარი ხელოვნური, ვთქვათ, იქ ტყის გაშენება და ეს ვერ ჩაგინაცვლებს მაინც და ვერ იქნება 100% ის, რაც უნდა იყოს. ის რაც ველურია, უნდა დარჩეს ველური. ეს გარემო არის ჩვენი საკუთრება, ჩვენი მომდევნო თაობების საკუთრება, ეს ჩვენი განძია, ჩვენ უნდა გავათვითცნობიეროთ ეს. რა თქმა უნდა, განვითარება და ეს ინფრასტრუქტურული პროექტები მნიშვნელოვანია, ქვეყანა ფეხზე უნდა იდგეს, მყარად უნდა იდგეს, მაგრამ მე ყოველთვის ვიძახდი ამას, რამდენი წელია ამას ვამბობ და გავიმეორებ. ნებისმიერი ვთქვათ, ინფრასტრუქტურული პროექტი იქნება ეს თუ ვთქვათ რაღაც ინიციატივა უნდა მოდიოდეს თანხმედრაში უშუალოდ ან ველური ბუნების დაცვის კონცეფციასთან. მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ, ვთქვათ, ძლიერი საფუძვლების ქონას და ამის განვითარებას. არ მახსოვს რომელ ქვეყანაში იყო, მე მგონი ან კანადა ან ახალი ზელანდია, სადაც ჩქაროსნული ტრასა გაიყვანეს და ცხოველებს რო საფრთხე არ შექმნოდათ ამ ტრასის გადაკვეთისთვის, ამიტომ კონდათ ეს მიწისე და გადასასვლელები მათთვის სრულიად ბუნებრივი გარემო მოწყობილი. კანადაში ძალიან ბევრია მეც. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ამ თემაზე ვფიქრობ, რომ დიდხან შეიძლება საუბარი, თუმცა მაინც ბევრი დრო ჩვენ არ გვაქვს. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ ნათია ჯავახიშვილი, ალექსანდრე რუხაია პასუხობდნენ ჩვენ შეკითხვებს. რეალურ სივრცეში ახლა საანონსო ჭრის დრო რამდენიმე წუთში სხვა თემით ბრუნდებით პირდაპირ ეთერში.